უკრაინის წინააღმდეგ ომში მინსკი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ბელარუსის ტერიტორიაზე განხორციელდება აგრესია ან შეილახება ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ასეთი ალექსანდრ ლუკაშენკას პოზიცია მას შემდეგ, რაც მან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან. მისივე თქმით, ასეთი სცენარი გულისხმობს ბრძოლას რუსეთის მხარეს ორმხრივი მოკავშირეობრივი შეთანხმების ფარგლებში. ლუკაშენკას ვებმკიცებით, მინსკი ახლაც ემზადება ომისთვის და რუს სამხედროებთან ერთად მიმდინარე ბირთვულის სწავლებები არის გარკვეული სიგნალი. Мы готовимся к войне. მანამდეც ვთქვი, ჩვენ ვემზადებით ომისთვის. თუ არ იქნება ომი, ღმერთს მადლობა, რადგან არ გვინდათ, თუმცა გვახსოვს 1939, 1941 წლების გაკვეთილები. გვახსოვს, რომ მოსკოვამდე ჩააღწიეს ფაშისტებმა, რადგან ერთ მხარეს ჯეროდა ომის დაწყების, მეორე მხარე კი ეჭვობდა. ფიქრობდნენ, რომ ეს დეზინფორმაცია იყო. ამიტომ არსებული გეგმის მიხედვით სრულიად ვემზადებით. თუმცა იქნება თუ არა ომი, ეს უკვე აღარ არის ჩვენზე დამოკიდებული. არავისთან არ ვაპირებთ ომს. თუკი ჩვენ არ შეგვეხებიან, მაგრამ აგრესიის შემთხვევაში მოწყალენი არ ვიქნებით. როგორც იცით, არანაირი რეაქცია არ მაქვს კიევიდან წამოსულ ბოდვაზე, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგანაც. ამ შემთხვევაში ვუსამძიმრებ მას. ომია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ადამიანი წნეხის ქვეშაა. არ უნდა დასკვნების გამოტანა და რაღაცების განალიზება. მაგრამ ეს მისი საქმეა. რაც შეეხება მის განცხადებებს ბელარუსის ომში ჩართვაზე, ახლაც ვთქვი, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ტერიტორიაზე აგრესიას ექნება ადგილი. მაშინ ჩვენ უკვე რუსეთთან ერთად დავიცავთ ჩვენს მამულს, სადაც ორი ქვეყანაა განლაგებული. ამ სცენარის გარდა სხვანაირად არ ვაპირებთ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას. ის რომ ზელენსკი ჩვენს დაშინებას ცდილობს, ჩემთვის არასერიოზულია, რადგან არ მინდა ის გოგობიჭები დაიხოცონ, ვისაც უკრაინული მხარე ფაქტობრივად ხვეც, მათ შორის ბელარუსის საზღვრის გასწვრივ არსებული ზონის დასაცავად. ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით იცის უკრაინელი სამხედროების პოზიცია იმის თაობაზე, რომ მათ არანაირად არ აწყობთ დამატებითი ფრონტი და ისეთ ძალასთან გამკლავება, როგორცაც მინსკი და მოსკოვი წარმოადგენს. როგორც ამბობს, ორივე მხარეს თანამედროვე შეერება გააჩნია. ალექსანდრ ლუკაშენკას სიტყვებით, თუ კი კიევს რაიმე პრეტენზია გააჩნია, ის ღიაა მოლაპარაკებებისთვის და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ თუნდაც მინსკში ჩამოვიდეს. ამასთან ვლადიმერ პუტინმა თავის ბელარუს კოლეგას მადლობა გადაუხადა ერთგული ბირთვულ წვრთნებში მინსკის სამხედროების მონაწილეობისთვის და განაცხადა, რომ რუსული მხარე აქტიურად განაგრძობს მუშაობას შეერების მოდერნიზებაზე. У нас есть такое оружие. Использование такого оружия. ასეთი ტიპის კერძოდ ბირთვული შეიარაღების გამოყენება წარმოადგენს უკიდურეს ზომას ჩვენი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად. ამავდროულად მზარდი გლობალური დაძაბულობისა და ახალი რისკების გაჩენის გათვალისწინებით ჩვენი ბირთვული ტრიადა, როგორც ყოველთვის, ერთგულებით უნდა ემსახურებოდეს რუსეთ-ბელარუსის მოკავშირეობრივ გაერთიანებას და უზრუნველყოს სტრატეგიული შეკავების მიზნები. ასევე გლობალურ დონეზე მხარი დაუჭიროს ბირთვულ პარიტეტსა და ბალანსს. ჩვენი შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ, აღვიჭურვოთ ახალი სარაკეტო სისტემებით, რომლებიც მოიცავენ როგორც სტაციონარულ, ისე მობილურ პლატფორმებს. ადრეც მithქვამს, რომ არ ვაპირებთ შეიარაღების ბოლაში ჩაბმას. ჩვენი ბირთვული ტრიადა შესაბამის დონეზე იქნება მხარდაჭერილი. ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ აწნეულების წინ შემუშავებულ გეგმებს, სისტემატური გრაფიკით, ზუსტად და შეთანხმებულად. ღმერთს მადლობა, ყველაფერი გამოგვდის. И слава богу, у нас все получается. კრემლის ცნობით, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა მიიღო 64,000 სამხედრომ, 7,800 ერთეულმა ტექნიკამ, მათ შორის უპილოტო საფრენმა აპარატებმა და წყალქვეშა ხომალდებმა. მსგავს მანევრებს კიევი ყურადღებით აკვირდება, რადგან მიიჩნევს, რომ არსებობს ომის მეტად ესკალაციისა და გაფართოების საფრთხე, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წინააღმდეგაც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ახსოვს 2022 წლის თებერვალი, როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან გაუშვეს, ამიტომ კიევის პოზიციაა, რომ ნებისმიერ აგრესიულ ნაბიჯს მოყვება სარკისებრი პასუხი. Цим і займаємось.